როგორი არის ცეცხლის ნიშნის ასცენდენტის მქონე ადამიანების თვითგამოხატვა. ანუ აქ ითვლება, როცა ცეცხლის სტიქიაში აქვს სტელიუმი ადამიანს, როცა დომინანტი არის რომელიმე ცეცხლის სტიქია რუკაში, ან უბრალოდ ასცენდენტი ცეცხლის სტიქიაში. ესეთ შემთხვევაში ესეთი ადამიანი სიარულის მანერით არის, უფრო ეს ჩქარი სიარულის მანერა აქვს, სწრაფად დადის, ხელები და ფეხები კოორდინირებულია, საუბრის დროს აქვს მაღალი ხმა, ხელის ჩამორთმევა ესეთი ენერგიული, მოდის უფრო ახლოს ფიზიკურად, როდესაც ადამიანს ესაუბრება. საუბრის დროს კონცენტრირდება ერთ კონკრეტულ თემაზე, მაგრამ არ უყვარს სხვისი მოსმენა და ყოველთვის ესე ვთქვათ, ცდილობს, რომ გადაფაროს ეს ადამიანი, სულ თავის აზრს ახავებს თავს სხვებს. თვითონ ჯდომის დროს ესე არ უყვარს ერთ ადგილას ჯდომა დიდხანს. კიდევ რა შეიძლება ითქვას? თვითონ სტილს ტანსაცმლისას რაც შეეხება უფრო სპორტული სტილი მოსწონთ ესეთ ადამიანებს. და თითქოს ეს არის სულ. გადავიდეთ ჰაერისტიქიაზე, ასცენდენტით როდესაც არის ჰაერისტიქიის წარმომადგენელი, ან დომინანტი ჰაერისტიქია, ან სტელიუმი ჰაერისტიქიაში. ესეთ შემთხვევაში ესეთი ადამიანი არის სიარულის დროს უფრო დადის თითქოს ხტომა-ხტომით, აი ესეთი მოძრაობებით დადის, აი ესე არ ვიცი როგორ თქვა, ესეთი ხტომა-ხტომით სიარულის მანერა აქვს. ხელის ჩამორთმევა აქვს უფრო რბილი, ანუ არ უჭირს და ესე რბილად იცის ხოლმე ჩამორთმევა, ნაზი ხელის ჩამორთმევა. ხელები და ფეხები კოორდინირებული ხშირ შემთხვევაში არ არის. დისტანციას იჭერს, როდესაც ადამიანთან დგას, როდესაც ესაუბრება, რაღაც კონკრეტულ დისტანციაზეა, ეს თქოს ახლოს, ძალიან ახლოს არ მოდის, როგორც თუნდაც ცეცხლის სტიქია. ჯდომის დროს არ უყვარს ერთ ადგილას ჯდომა და სულ იცვლის პოზას ყოველთვის. აი ცეცხლის სტიქია უფრო გამართული ზის ყოველთვის, როცა ზის წელში გამართული არის. საუბრის დროს შესაძლებელია ხელებს იფშნდეს, ან ყურზე იკიდებდეს ხელს, როდესაც ჰაერისტიქიას ასცენდენტის წარმომადგენლებს ესე რჩევიათ ხშირად. რაც შეეხება თვითონ ესე ვთქვათ სტილს ჩაცმისას, ესეთი ადამიანები უფრო ახალგაზრდულად იცვამენ, ანუ თავიანთ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდული სტილი მოსწონთ.